მოგესალმები, დადგა სამშაბათი საღამოს 9:09 მეგახლავთ გიორგი დარასელია. მინდა მოვიკითხო, აუცილებლად მინდა მოვიკითხო პატიმრები, ვინაიდან მე სულ კითხულობ ხოლმე, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად მინდა მოვიკითხო. ბედნიერება და სიხარული და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ და მამა გიორგი თეოდორაშვილი ყავს სტუმრად, უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო და ჯარისკაცები ყველა ის ადამიანი, ვისაც უჭირს და ვისაც დღეს პრობლემა გაქვთ, ვინც სნეულებასაც შინახართ, რაღაცა ყველას ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება არ მოგაკლოთ და ეს მოკითხვა ვისაც გაზარებთ 10 მაგათ ეს მოკითხვა ვისაც გახარებთ 10 მაგათ მინდა მოგიკითხო და ბედნიერება გისურვოთ ყველას. ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახთ მამა გიორგი თეოდორაშვილი. მამაო, დაგულოცეთ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო, რომ არ დაზარდით და მოვზანდით და თუ შეიძლება მამაო, აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა დღეს გვესაუბრა ადამიანის ღვაწლის შესახებ. იმიტომ რომ ღვაწლი არის ძალიან ბევრნაირი და ერთ-ერთ ღვაწლს კიდე ჩვენ შევეხები და ადამიანებს როგორ შეუძლიათ რომ იცხოვრონ ისე რომ მოკვდნენ და არ მოკვდნენ თან და დარჩნენ თავის გარდაცვალების შემდეგ და მრავალ თაობას ახსოვდეს. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის, ქრისტე აღდგა, ყველას დავლოცავ სიყვარულით. მომენატრა თქვენთან საუბარი და ასე თქვა მოსიყვარულე მაყურებელის და მსმენელთან საუბარი. ძნელია გიორგი ილაპარაკო იმ თემაზე და იმ საკითხზე, რაც თავად არ გაგაჩნია. ნამდვილად არ გამაჩნია მე არანაირი ღვაწლი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი ამას. თანამედროვე ქრისტიანების 90% განსაკუთრებით დასავლეთში შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულ ღვაწლშია. მაგალითად ძალიან ბევრმა ნახა კადრები მთელ სოფლიოში, რომ რომის პაპმა ფრანცისკიმ როგორ დაბანა ფეხებით ტოლვილებს თქვათ, ხო? სასულიერო პირებს როგორ ექცევა, როგორი თავდაბალია, როგორ გადაადგილდება ფეხით და მსგავსი რამ ძალიან ბევრი მაგალითები არსებობს. აი ამ ქმედებას სახარებაში პირდაპირ ფარისეულობა ქვია. მაცხოვარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარცხნამ არ იცოდეს რასა იქს მარჯვენა და პირიქით. ძალიან ადვილია, რომ საზოგადოებას დაანახო შენი ღვაწლი, შენი ქრისტიანობა, შენი მოღვაწეობა. დასავლეთის ეკლესიაში, ეგრეთ წოდებულ კათოლიკურ ეკლესიაში, ეკლესია უკვე იქცა ფაქტიურად სოციალურ-პოლიტიკურ დეპარტამენტად. ეკლესიის ფუნქცია არის იქ, რომ ასე ვთქვათ, გაჭირებულებს დაეხმაროს, წყალი პური მიაწოდოს, შესამოსელი ჩააცვას და ასე რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცმა თავისი მოვალეობა მიატოვოს და თესვა და ხვნარო დაიწყოს. პირველ რიგში ეკლესიის და სასულიერო პირების მოვალეობა სულიერი განწმენდა, თავდაბლობა, სიყვარული და ქადაგება ცხონების შესახებ. რომ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ემსახუროს ხალხს და დაცემული აღადგინოს, გაჭირვებული წამოაყენოს და სულიერად ასე ვთქვათ, გააცოცხლოს მთელი კაცობრიობა. ანუ ამას ეკლესიის ენაზე ქვია ასკეოს, ანუ სულიერი ვარჯიში. აი, ყველას გინახავთ, ხო, სპორტსმენები როგორ ვარჯიშობენ, როგორ შრომობენ, მე გამოდიან შეჯიბრებაზე და იმარჯვებენ. აი, იგივე არის სულიერი მოღვაწეობა გიორგი, სულიერი ასკეტიკა, ანუ სულიერი ვარჯიშები, რაც სამწუხაროდ მხოლოდ მარხვაში იგრძნობა გარკვეული ღვაწლი, ჭყალებში ზოგს გონია, რომ ეხლა თქვა, მარხვაში რო ხორცი არ ჭამა და ამაზე აფიშირებას აკეთებდა, ეს არის დიდი ღვაწლი. ბოლო კვირა და პირველი კვირა რომ შიმშილით ჩაატარა და არიღებდა საკვებს და შეწუხებულ სახით დადიოდა, ეს რაღაც ღვაწლი გაწია და როგორც კი დამთავრდა მარხვა, შემდგომში ჰარი-ჰარალე შემოუძახა და წყალში ჩაყარა ყველაფერი. ანუ სასურველია ვიცოდეთ რა არის ქრისტიანული ღვაწლი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც საკუთარი თავიდან დავიწყებ, რომ მე პირადად არანაირი ფარული ღვაწლი არ გამაჩნია, თუ რამეს ვაკეთებ ყველა მიცის და რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. აი და მაგალითად ძალიან დიდი მეფე ჩვენი დავით აღმაშენებელი იყო ფარულ ღვაწლში, მას მოგეხსენებათ, რომ ის იყო აყვეცილი ბერად და მისი სახელი იყო საბერო სახელი იყო, ასე ვთქვათ, მონაზვნობის სახელი იყო იონა და ის ფარულად აღასრულებდა ყველა ქველმოქმედებას. გარდა იმისა, რომ ის იყო მეფე. ასევე თამარ მეფე, მოგეხსენებათ, რომ თამარ მეფე ერთხელ წირვაზე მიდიოდა და ცნობილ მარგალიტებს რომ იკეთებდა, მოვიდა მათხოვარი და სთხოვა დახმარება და უთხრა რომ მოიცადოსო და ეხლავე გამოვალო, წირვაზე მიდიოდა და ეს მოცდა, ასე ვთქვათ, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა, გამოვიდა და ის მათხოვარი აღარ დახვდა იქ და ეს მარგალიტები შეწირა ხახულის ღვთისმშობელს. და ასეთი ხილვანახა თამარ მეფემ, რომ ნახა მან, ესე ვთქვათ, ძვირფასი ტახტი ზეცაში და მას ეგონდა რომ ეს ტახტი მას ეკუთვნოდა და იყო ხმა რომ ეს ტახტი ეკუთვნის შენს მოახლეს. მან ეს მოახლე დაიბარა და კითხა რომ შენ რა ღვაწლი გაქვს ასეთი რომ ეს ტახტი შენ
გეკუთვნის, რომელიც მე სასუფეველში ვიხილე და მან თქვა არაფერი უბრალოდ მე სასულიერო 12 სასულიერო პირს შეუკერეო, მოუქსოვეო, შესამოსელიო. ამის შესახებ არავინ არ იცოდა, ხო? და ჩვენ როგორც კი იოტის ოდენა რამე სიკეთეს გავაკეთებთ, ან დიდ სიკეთეს გავაკეთებთ, ხო, ტაძარს ვაშენებთ, სამრეკლოს, სიკეთეს, მოკლედ რამეს ვაკეთებთ, მაშინვე გვინდა რომ ეს ყველამ გაიგოს. მაშინვე გვინდა ეს, ასე თქვათ, ამის გამო ჩვენ თაყვანი გვცენ, პატივი გვცენ, ტაში დაგვიკრან და მაცხოვარი ბრძანებს რომ თქვენ აქავე მიიღეთ ამის საზღაური და ნუღა ელოდებით რომ თქვენ რამეს მიიღებთ ზეცაში. ხოლო დაფარულში გაკეთებულს იწირავს ღმერთი. სამწუხაროდ ეს დაფარული ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ვაკეთებთ ხოლმე იმიტომ რომ ტაში დაგვიკრან და გვითხრან რომ ყოჩაღ მამაო, ყოჩაღ შვილო, ყოჩაღ ძმაო და ყოჩაღ დაო. აი ამ მდგომარეობაშია განსაკუთრებით ერი არჩევნების წინ ხედავთ ამ ყველაფერს და განსაკუთრებით როცა ადამიანს უნდა რომ ცნობადი ესეთი სახე გახდეს. ხო, რატომაც არა, ხა ძალიან ბევრ სასულიერო პირს უნდა რომ იცნობდნენ ხო მას და თქვათ აკეთებს სიკეთეს. როგორც კი სასულიერო პირი იქნება თუ ეს ეკლესიის კლირიკოსი იქნება, ღიად გააკეთებს რამე სიკეთეს, მან შეთვალეთ რომ პირდაპირ ასე თქვათ ფარისევლებს მიბაზა. ხოლო იესო ქრისტე მოგეხსენებათ ფარისევლებს ამხილებდა და ეუბნებოდა რომ თქვენ ხართ თეთრად შეფეთქილი საფლავები. ძალიან მიყვარს ხოლმე ამ სიტყვების თქმა, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიყო პირველ რიგში ამ მდგომარეობაში, რომ გარეგნულად ადამიანებს მოწონდე, მაგრამ შინაგანად არ ვიყო ისეთი, როგორიც უნდა ვიყო. ამიტომ ნუ მივბაძავთ ჩვენ რომის პაპს და ასე თქვათ კათოლიკებს, რომლებიც აი ამ სოციალურ დეპარტამენტში მოღვაწეობენ ფაქტიურად და პოლიტიკაში ერთვებიან. ჩვენი საქმე თავდაბლობით, სიყვარულით და უბრალოებით ვაკეთოთ და ღმერთი დაინახავს ამ ყველაფერს. არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩვენზე იცოდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის რა დამალული, რომელი არა განცხადეს, მაგრამ თუ ჩვენ და უნებურად განცხადება რამე საქმე და ეს ჩვენ არ გვინდა და ამის გამო ჩვენ პატივს და ქებას მოგვიძღვნიან, ცუდი ამაში არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ ქველმოქმედებას, იმიტომ რომ ამაზე ქება დავემსახუროთ. აი ერთ მომენტი მინდა აღვნიშნო, გიორგი, თქვენ ალბათ დაკვირვებული იქნებით პატივცემულო მაყურებლებო, რომ როგორც კი ადამიანი ტაძარს ააშენებს, ან საეკლესიო ნაგებობას რამეს, მაშინვე ეწყება მას პრობლემები. არა ხარ დაკვირვებული, რომ რამდენ ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ქველმოქმედება გაწია და რომელმაც სამონასტრო კომპლექსი, ან ძველი ტაძარი, ან ახალი ააშენა, მაშინვე ეწყება მას პრობლემები და უკვირთ ხოლმე რა გავაკეთე ასეთი და ნახეთ რა მდგომარეობაში ჩავარდე. ამაზე პასუხი აქვს ეკლესიას შემდეგი, რომ თუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არ ასე თქვათ შეეფერება ჩვენ იმ გარეგნულ ქველმოქმედებას, ანუ ის ჩვენი შინაგანიდან არ არის გამომდინარე. თუ ჩვენ შინაგან ტაძარს არ ვაშენებთ, თუ ჩვენ თვითონ ჩვენ თავში არ ვეწევით ამ მშენებლობას და ვაშენებთ გარეგან ტაძარს, რომელიც ჩვენთვის მე ხდება გარკვეული ასე თქვათ ფარისევლობის და სიამაყის საშუალება, აი ეს ყველაფერი მე ღვთისგან ხდება მხილებული და ღმერთი უშვებს განსაცდელს რომ დაგვანახოს რომ შენ კი არ ააშენე ტაძარი მიავაშენე და შენ ნუ ამაყობ შენი ქველმოქმედებით და შენი გარკვეული სიკეთეებით რომ ადამიანს არ ეგონოს რომ აი მე ავაშენე ტაძარი. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს და ჩვენც გინახავს გიორგი სუფრაზე რომ არც მარხულობს, არც ეზიარება, არც ეკლესიაში დადის, მაგრამ აცხადებს რომ ესა და ეს გააკეთა, აქა და აქ შესწირა, ის გააკეთა, ეს გააკეთა და ამით ისინი უფრო შორდებიან ეკლესიას და გონიათ რომ ახლოს არიან ეკლესიასთან და ესეთი მდგომარეობა ძალიან შორს არის ეკლესიიდან და ვინც რამეს აკეთებს შენ იცი გიორგი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზონაში თქვა ისე შრომობენ რომ ჩვენ მათ შესახებ არაფერი არ ვიცით ხო ჩვენ ახლა სანამ გადაცემა დაიწყებოდა ამაზე დავიწყეთ საუბარი და მე გთხოვე რომ მაინც და მაინც ნუ ვიტყვით მაგრამ ახლა შენ გინდა მოდი ვთქვა და კარგიც იქნება იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა წავახალისოთ ისინი არაპირებენ ხვალ არჩევნებში მონაწილეობას ისინი არაპირებენ ხვალ სასულიერო პირები და პოლიტიკოსები გახდნენ და მოდი ის ადამიანები დაულოცოთ სახელს და გვერდს დავასახელებთ არა რა თქმა უნდა დავასახელებთ ვინც ფარულად მარტო იმიტომ რომ ღმერთი ადიდონ და თავიანთი ცოდები მოინანიონ და თავდაბლობით და სიყვარულით ღმერთს უძღვნიან გარკვეულ ესე ვთქვათ შესაწირავს რომ აშენდეს ტაძარი და არა იმიტომ რომ მათი სახელი განდიდდეს რამე თუ ტაძარი წარმოვიდგინეთ ციხეში არის პირველი საავადმყოფო პირველი ოაზისი სადაც პატიმარი შევა წაიკითხავს ლოცვებს მუხს მოიდრიგს
მოიდრეკს და უფალს განადიდებს. ამისით თვითმხილველი ხარ შენს გიორგი და ეხა აუცილებლად ერთი სურათი არის თუ შეიძლება ამ ტაძრის რო ვაჩვენოთ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ხა აჩვენებენ თუ არა მე არ ვიცი ვერ ხედავ აქედან იყოს ამოდენიმე წამი თუ შეიძლება მამა აი ეს ქსანში პატიმრებმა თავისი ხელით ააშენს 8 თვეში რომელსაც აი არ ვიცი გარეთ ვერ ავაშენებ მე მგონი წლების მანძილზე და თან ძალიან ლამაზი ტაძარი არის ეხლა ვერც კი აგიხწერთ იმდენად დიდი არის და იმდენად მაგარი ტაძარი არის და ძალიან ისე გამიხარდა რა იცით მამაო და მაგალითად მინდა რატო მინდა რომ ვაჩვენო რომ ადამიანები გარეთ არიან მამაო და ტაძრებს ანგრევენ თავისი ძალიან ცუდი ენით ძალიან შეიძლება ბევრი ადამიანი ამას ვერც დაინახავს და ვერც დაუფასებს ხო მაგრამ ეს ადამიანები წარმოგიდგეთ მამაო იქ არიან სადაც არის ყველაზე დიდი გაჭიროება სიტყვა ეს დღეს ეხა საპყრობილეს დიდი გაჭიროება არსად არ არის ხო და იქ ახსოვთ ღმერთი იქ ადიდებენ ღმერთს და მინდა რომ სხვა ადამიანებმა მიბაძონ ამ ადამიანებს ძალიან მინდა რა ეს ისეთი კადრი არის მე ბევრ კადრს კიდე წამოვიღებ და აუცილებლად როცა აშენდება და გაიხსნება აჩვენებენ კიდევაც მე მინდოდა რომ უბრალოდ პირველად მეჩვენებინა ეს ის და ადამიანები მამო სადაც აი უბრალოდ აი მართლმადიდებლობა რამ ხელაზე დიდი რამ არის რომ როცა გიჭირს და რაღაცა და მაინც ღმერთს რო ატიდებ რა ეხა არც ერთ რელიგიას არ აქვს ისე ყველა რელიგია პირდება იმას რომ ის მომენტი აქვს რომ შენ მოდი და ჩემთან და კარგად იქნები და ჩვენი ღმერთი გეუბნება შენ თუ მოხვალ ჩემთან ბევრი გასაჭირი მოგივა მაგრამ სამაგიეროდ მე ვიქნები შენთან ეს მომენტი და ეს ამ ადამიანებმა გაითავისეს რამხელა ისაა რომ აი როგორი შრომა იყო იცით აქ ჩადებული და როგორ შრომობდნენ იცით ადამიანები რომ მივხვდი რომ ისი არაფერი არ ხდება და თუნდაც ის პატარა უსამართლობა რაც შეიძლება მოხდეს და მე შემდეგ ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს ხო ბოლოს ამხელა სიკეთით თავდება რომ ის მოხვედრილი ადამიანი ციხეში აი ამხელა რაღაცას აშენებს, იმიტომ რომ გარეთ ვარ, ამდენი ხანია და შეიძლება მე ვერ ავაშენო კიდე ერთი 100 წელი ესეთი ტაძარი და ამ დროს ადამიანი ხდება ციხეში, რაღაცა ხდება ისეთი და აი ამხელა ნიშას ტოვებს თავისას მთელი ცხოვრების მანძილზე, ხო თუ შეიძლება მამო? გიორგი, შენს ხსმენია ალბათ რომ ძალიან ხშირად ეკლესიის მტრები გვსაყვედურობენ რომ თქვენ ტაძრებს აშენებენ ქურდები, ყაჩახები, ავაზაკები და ასე შემდეგ. მე მინდა ყველას მივმართო რომ ის ადამიანები, ვინც აშენებენ ტაძარს, ეს ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ, თუ თვითონ არ გახდებიან სულიწმინდის ტაძრები, ნამდვილად არაფერს არ ნიშნავს ამ ტაძრის აშენება. მე მინდა რომ იმ ადამიანებს მივმართო, ვინც აი ესეთი ღვთისწყალობით გამოირჩევა და ღმერთმა ისინი გამოარჩია ტაძრის აშენებისთვის, ხო? თუ თვითონ არ შეცვლიან ცხოვრების წესს და ისევ მაპატიეთ ძველი ბიჭები დარჩებიან და შავი სამყაროს წარმომადგენლები, მართლა არაფერს არ ნიშნავს. პირდაპირ წერია ჯვრის კანონში ადამიანი, რომელიც თანხას მოიტანს ეკლესიაში და გეტყვის რომ მამაო ეს თანხა გამოიყენე ეკლესიაში, ნუ კითხოთ რომ ეს თანხა ჩემო კარგო, საიდან მოიტანე, ხო? ეს ხო არ არის თანხა, რომელიც შენ მოპარე წაართვი, ან სისხლის საფასური ხო არ არის. მოგეხსენებათ რომ იუდამ თანხა რომ მიიტანა უკან ის 30 ვერცხლი საკურთხეველში არ დადეს და მით ამ თანხით შეიძინეს მიწა უცხოელების საფლავებისთვის. ასე რომ მოდი აი ამ ეკლესიის მტრებს იმედი გაუცრუოთ და იმ ბიჭებს, იმ ვაჟკაცებს, იმ ადამიანებსაც შეიძლება ყოფილი ავაზაკები არიან, ყოფილი ქურდები და ყოფილი ასე თქვა შავი სამყაროს ერთადებული ლიდერები არიან, ვიმართო რომ აი მათ დაიწყონ სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება კიდევ ვიმეორებ, არ არის სულიერ თემაზე საუბარი. ხო, ბევრმა უკვე გიორგი ისწავლა ეკლესიური საუბარი თქვა, ხო? ისე კარგად საუბრობენ უკვე პატიმრები ეკლესიურად, რომ შეიძლება ძალიან ბევრ მოძღვარს გაუჩნდეს ესეთ საუბარი. მაგრამ ქმედების გარეშე, თავდაბლობის გარეშე, უბრალოების გარეშე და სიყვარულის გარეშე, ხო? აი წარმომიდგენია ეხლა სიყვარული რო არ ქონდეთ, მამაო, ამას ვერც ააშენებენ. იმხელა სიყვარული ვნახე იქ, მამაო და იმხელა აი ის მონდომება რომ ქვაზე დავადგი ფეხი და მოვიდა ერთი პატიმარი და იმდენად ძვირფასი იყო მათ გეხვეწები ეს არ დაგვიმტრიო და გადადიო. ამ დროს აი შენიშნა არც მიმიღია ცხოვრებაში ეგეთ რაღაცაზე, მაგრამ მოვიდა და ესო იმდენად ძვირფასი იყო რომ მითხრა რომ გეხვეწები ესო ჩვენო შრომით გვაქვს აქ ნაშრომია და კაიხაც მახსოვს ისის და იმდენად კაი ხალხი არიან მამო აი როგორი ადამიანები არიან იცით აი რა პატივი ეცათ იმას ცდილობდნენ და აი აი რაღაცნაირად გამოხატა არ ვიცი მე საოცარი სიძლიერე ვნახე და ეკლესიურობა ვნახე ძალიან დიდი. ხო და ეს ეკლესიურობა გიორგი ის იქნება რომ იქ აღარ დაჩაგრავენ არავის რა. შენ ხო იცი რომ არის იქ რაღაც თქვა მაყურებელი ავტორიტეტი ძველი ბიჭი და მე მინდა რომ აი ამ ხალხმა ესე თქვა ის ადამიანები დაჩაგრულები არიან და უსამართლობაში არიან ხანდახან და აი არ ექცევიან კარგად ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ შიგნით და იყვნენ ძმები, იყვნენ სიყვარულით და ერთმანეთს დაჩაგრულს გამოება ქონდა ვინც თქვათ იქ
ამაყად იქცევა და თქვათ არასწორად იქცევა, ისინი შეაჩერონ და უთხრა, ძმებო, ჩვენ ეკლესიას ვაშენებთ და ეკლესია არის მისტიური სხეული ქრისტეს. დაქიყოს ძმობა, თავდაბლობა, სიყვარული და ადამიანმა დაჩაგრულად არ იგზნოს თავი საპატიმროში. ხომ და საპატიმრო ეს არის სამკურნალო დაწესებულება. ხო ადამიანი იქ მოხვდა, არავინ შემთხვევით საპატიმროში არ ხვდება, როგორც საავადმყოფოში, ეს არის პენიტენციარული სისტემა და ეკლესია დაეხმარება ამ ადამიანებს სულიერ განკურნებაში. იმიტომ რომ დღეს სამწუხაროა გიორგი, მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ იშორენ ხელს ადამიანებზე, აი ეს ნაციხარია, ეს ციხეში იჯდა, ეს ზონაში იჯდა, ეს არის და არ შეიძლება რომ საპატიმროდან ადამიანი გამოვიდეს განსწავლული თავდაბლობაში, სიყვარულში, ქველმოქმედებაში და მართლა ამ სახელმწიფოში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს და თქვას, რომ მე საპატიმროში, ეკლესიაში დავდიოდი და ბევრი მოძღვარი შეიძლება გახდეს, ხო? რამდენი ყავს სასულიერო პირი გიორგი, რომ გამოვიდა საპრობილედან და დღეს ღირსეული მამები არიან, ხო? ერთმა ეს ადამიანები დალოცოს და სამაგალითოება და ბოლო-ბოლო ავაზაკი ცხონდა, ხო, პირველი და ავაზაკი შევიდა 64-ში. მაგრამ ამას არ უნდა კონდეს გიორგი გარეგნული მხარე მარტო, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ადვილია ეკლესიური საუბარი ისწავლოდა ქმედება, მაგრამ შინაგანად ადამიანი რომ შეიცვალოს, ეს არის ძალიან დიდი სასწაული გიორგი და ფაქტიურად იშვიათად მინახია მე ადამიანი, ვინც გამოსულა საპატიმროდან და ყოფილა შეცვლილი. აი ძალიან ბევრს ვთქვია, ახლა მე უკვე 12 წელია ვკურირებ საპატიმროებს და ციხეში რომ ეს ადამიანები მინახავს, როგორც გამოვა იული ეკლესიაში ამბობენ და შემდგომში როგორც გამოდიან საპატიმროდან, შემდგომში ისევ ამ ცხოვრებისეულ, ასე ვთქვათ, ტალღებს, ასე ვთქვათ, ებრძვიან. ბუნებრივია, მათ ბევრი პრობლემები ხვდებათ გარეთ. მე ვესაუბრე ერთ-ერთი ინგლისიდან იყო ჩამოსული ერთ-ერთი კაპელანი და მან იგივე მითხრა, რომ ჩვენთანო ამ ადამიანებს ვეძახითო ციხის ქრისტიანებსო, რომ ციხეში ქრისტიანობენ და როგორც კი გამოდიან გარეთ, უკვე აღარ არიან ქრისტიანები. ძალიან გული დამწყდა, რომ იგივე ვნახე, რაც ჩვენთან არის, იგივე ხდება ინგლისში და ასე რომ აღარ იყოს, ხო? აი ამიტომ თითქმის ყველა საპატიმროში უნდა იყოს ცოცხალი ეკლესია. კიდევ ვიმეორებ, რომ აი ბლოკებით აშენებულ ტაძარს ესე თქვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმ ტაძარში თუ სულიერად არ ავშენდებით ჩვენ და იმ ტაძარში თუ არ იქნება თავდაბლობა, იქ თუ არ იქნება სულიერი მდგომარეობა ზოგს გონია კიდევ ვიმეორებ მარხვა, მარტო ლოცვა, ხო? სულიერი მდგომარეობა არის ის, რომ მე დავინახე გიორგი ის პრობლემები, რა პრობლემებითაც მე მოვხვდი ციხეში. რა მომიყვანა მე ციხეში? რატო მოვხვდი, რა დავაშავე, რომ მე ხედავ ჩემ თავში ცოდვებს და მე ისეთი აღარ მინდა ვიყო, როგორიც ციხემდე ვიყავი, როგორიც საპრობილეში ვარ დღესდღეობით და თუ აი ამას ახლა ჩვენ გავაკეთებთ და ჩვენი ძმები ეს პატიმრები, რომლებიც დღეს ფლაც სახარბიელო მდგომარეობაში არ არიან, ვფიქრობ გააკეთებენ ამას, ისინი იქნებიან სამაგალითო ადამიანები და აი ღმერთი შეიწირავს მათ მშენებლობას, მათ იმ ყველა აგურს, რომელიც აგურზე დაიდება და ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთე და ქველმოქმედება. ეს ადამიანი რომ გამოვა, კი არ უნდა იამაყოს ის რომ მე ესე ვიყავი და ისე ვიყავი, არამედ გააგრძელებს ამ თავდაბლობით და სიყვარულით ქვეყნის სამშენებლობას. და ეხლა მე პატიმრებზე ვლაპარაკობ, მაგრამ რამდენი სასულიერო პირი ვართ გიორგი, ჩვენ გვიჭირს თავდაბლობა და რამდენი ეკლესიაში მოღვაწე ადამიანია, ხო? შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით გეტყვი. აი მაგალითი ადამიანებს შეიძლება ჩვენი მხრიდან ძალიან ადვილია, მამო, მაპატიეთ, შეიძლება პატიმრებიც უსმენ ბევრი და ფიქრობენ, რომ ეხლა ძალიან ადვილია, რომ ვილაპარაკოთ ესე, რომ სიტყვაზე შენ გამოსწორდი, რომელიც სიტყვაზე 20 წელი ესე ცხოვრობს. რა ეხლა 20 წელი ადამიანი რომ ექიმია სიტყვაზე და ეუნები რომ აღარ იყო ექიმი და იყავი რაღაცა მასწავლებელი, ხო? აი ეს მომენტი, მამაო, როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა მიმართოს თვითონ ადამიანმა, იმიტომ რომ რაც შეუძლია ადამიანი იმას აკეთებს. ფაქტია, რომ ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ცოდვის გარეშე ფიზიკურად ვერაული ამ ცხოვრებას, იმიტომ ცოდვასა ზედა დგას. აი ხანდახან არის საჭირო, რომ სიტყვაზე აი არის სიტყვაზე ციხის უფროსი, სიტყვაზე რომელსაც აქვს გასაკეთებელი ის, რომ იყოს ვიღაც უფროსი, მაგრამ ეკლესიურია და ვერაულის ამას გვერდს, რომ სხვანაირად ვერ იქნება უფროსი. ან ციხის უფროსი იქნება თუ ნებისმიერ ის ადამიანი, რასაც ფლობს ვიღაცა, ხო? რამოდენიმე ადამიანს თუ ვიღაცას რო ფლობს, ხო? აი მომენტში მამაო, რა უნდა ქნას ადამიანი, იმიტომ რომ ვერაულ თქვენც ახლა როგორც მღვდელმა შეიძლება ვერაუარო ცოდვას გვერდი, იმიტომ რომ უნდა ეჩხუბო იმ სტიქაროსანს, როცა გიშავებს, ხო? და ეს ჩხუბი უკვე ცოდვაა, ხო? აი ეს მომენტი, მამო, როგორ უნდა ქნა? მოდით ისე პატიმრების მხრიდან კი არა, ჩვენი მხრიდან განვიხილოთ, ვინც შეიძლება მაგალითნი გავხდეთ, მამო, მათი. მაცხოვარიც განრისხდა, ოღონდ არ შეუცოდავს, ხო? ტაძრიდან გამორეკა,
ის ადამიანები და პირუტყვები, ვინც ტაძარში უწესოდ იქცეოდნენ. ანუ განრისხება ყოველთვის არ არის ცოდვა. განრისხება შეიძლება, ოღონდ საფრთხო განრისხება, არავის არ დაუშლია ციხე. წარმოიდგინეთ, ციხის უფროსი რო იყოს ძალიან ესეთი მშვიდი, წყნარი და ნაზი ადამიანი, ხო? ვინ დაუჯერებს იმას, ხო? რა, როგორ ფიქრობთ, ყველა ტაძრის წინამძღვარი ესეთი გაწონასწორებული და მშვიდია, თქვენ არ მოგისმენიათ ტაძრის წინამძღვრიდან გაბრაზება, უხეში მიმართვები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ციხის უფროს სხვა ჯვარი აქვს. როცა ნათლისმცემელი ნათლავს ხალხს, მასთან მიდიან წიგნობრები, ფარისევლები და ეუბნებათ, რომ აი თქვენ ჯარისკაცებო ხო, თქვენი ხელფასი იმყოფინეთ, თქვა ყველას თავისი ჯვარი აქვს რა. არ შეიძლება ციხის უფროსი ყდელივით მოიქცეს და არ შეიძლება ყდელი ციხის უფროსივით მოიქცეს. აქ ყველას თავისი კანონი და თავისი წესი აქვს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობით და თავდაბლობით უნდა მოიქცეს, რომ ძალიან ბევრი ციხის უფროსი დღეს პატიმარია და ზოგი პატიმარი ყოფილი დღეს ციხის უფროსია. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლისნები ცხოვრებას, რომ შენ გახსოვდეს, რომ შენ, აი წარმოიდგინეთ, ძალიან საინტერესო ადგილი არის ახალ აღთქმაში, ერთი ფილიმონი, ასე თქვათ, ფილიმონს გაექცემა მონა. წარმოიდგინე და პავლე მოციქული ეუბნება, რომ შენო ის კი არა ეუბნება, რომ ეს მონა გაანთავისუფლეო და მიიღე ის როგორც შენი სულიერი ძმაო და გახსოვდეს, რომ შენ ყავსო ბატონიო ცაშიო ღმერთიო. ანუ ციხის უფროსმა უნდა იცოდეს, რომ შენ კი ხარ ციხის უფროსი, მაგრამ შენ უფროსი სხვა ყავს კიდე ზეცაში და შენ უფროსი ყავს სხვა ეკლესიაში. თუ შენ გონია, რომ შენ შეუზღუდავი ხელისუფალი ხარ და ზემდგომი ხარ, იგივე ღმერთს უნდა ახსოვდეს ეკლესიაში, რომ მისი ზემდგომი არის ეპისკოპოსი. ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, რომ მისი ზემდგომი არის პატრიარქი და პატრიარქმა იცოდეს, რომ მისი ზემდგომი არის უფალი, ხო? და თუ შენ გონია, რომ შენ ციხის უფროსი ხარ და ძალიან ბევრს გონია, რომ დიდი სულიერება, ხატები რო გონიათ, რომ აქვთ, ასე თქვა, ოთახში და სკვნილი და წმინდა ნივთები, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ეკლესიური ხარ. მე სამწუხაროდ მოვესწარი იმ დროსაც, როცა ყოფილი წინამთავრობის ხელისუფლებაში მყოფი ციხის უფროსები პატრიარქს გაკოცნიდნენ და პატრიარქს რო გააცილებდნენ, მერე დედას აგინებდნენ და სცემდნენ პატიმრებს, ხო? ეს რა, ეს კაი კაცობა და კაი ბიჭობა იყო და რა დაემართა თქვენ ნახეთ, ხო? კედელზე ხატები ქონდა ჩამოკიდებული, როგორც კი უწმინდეში შედიოდა დავინახავდი, ვფიქრობდი ეს რა სულიერი ხალხია, როგორი თავდაბლები არიან და საღამოს სცემდნენ პატიმრებს, ხო? მე არ მინდა იგივე მოხდეს დღესაც. და ციხის უფროსი აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული, სამართლიანი და ძლიერი პიროვნება სულიერად და ფიზიკურად. და თუ არ იქნები ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, ბუნებრივია არ დაგემორჩილება არავინ და იქნება უწესრიგობა საპატიმროში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს. აი წაიკითხეთ ივანეს სინელის კლემაქსის კიბე. იქ დილეგში აღწერილი ხალხია, დილეგში როგორ ცხოვრობდა ხალხი, ხო? და ძალიან ბევრი მონასტერი გამოირჩევა სიმკაცრით, ხო? ძალიან დიდი სიმკაცრია, ეხლაც ბევრ მონასტერში. სიმკაცრის გარეშე, მოწესრიგების გარეშე, ღვაწლის გარეშე, ჩვენი გადაცემა ხო უფრო ღვაწლია, ხო? ღვაწლია ეს ყველაფერი. ოღონდ ეს ყველაფერი სიყვარულით ხდება და არა იმით, რომ მე შიშზე არ უნდა დავამყაროთ, ხო? ჩვენ შიშით თუ დავამყარეთ წესრიგი საპატიმროში ან ეკლესიაში ან ოჯახში, ის შიში ძალიან მალე დაინგრევა. უნდა პატიმარს აუხსნათ, რომ პატიმარს ციხის უფროსი კი არ უნდა ეშინოდეს და თავდაბლობით კი არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ ეშინია ციხის უფროსის და რეჟიმის, არამედ მას უფლის შიში და უფლის სიყვარული უნდა ქონდეს, თორე ეს მოჩვენებითი თავდაბლობა, რომ მე ახლა თავდაბალი ვარ, იმიტომ რომ არ მომხვდეს და არ გადამიყვანოს სხვა საკანში, ეს ფარისევლობაა, მაგრამ თუ მეშინია ღვთის, რომ მე აქ ისე არ მოვიქცე, რომ ღმერთმა არ დამსაჯოს, აი ეს ყველაფერი იქნება სწორი. იგივე ოჯახში, ხო? შვილს იმიტომ კი არ უნდა ეშინოდეს მამის, რომ მას მამას სცემს, არამედ უნდა ეშინოდეს, რომ მამა არ განარისხოს და მამა ღმერთი არ განარისხოს. ასევე მოძღვრისა კი არ არის ეკლესიები, აზრები მოდი თქვათ პირდაპირ, ხო, რომ შეხვალ ხალხი ცახცახებს და კანკალებს, რომ აი მოდაინახავენ წინამძღვარს. ხო, აი ესეთი სახეები აქვს, რომ გონია რაღაც კოლონიაში მოხვედი. ხო, ეს ძალიან ცუდია. მე ღვთის შიში უნდა მქონდეს, რის შიში, რომ აი ღმერთი არ განრისხდეს ჩემზე, უბრალოდ ღმერთი არ რისხდება არავიზე. ჩემი ქმედებით რამე ისეთი არ ჩავიდინო, რაც ღვთის სამართლიდან გამიყვანს მე. რაც მე დამარღვევინებ საეკლესიო კანონს. სულიერ კანონიდან არ გადამახვევინოს ამან მე. და ყველაფერი მოწესრიგდება, მაგრამ ესეთი შიში, ძალით, როზგით, ცემით და ჩხუბით და დედის გინებით
რა მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა გახსოვთ ის იყო ტერორი ხო იყო საშინდელი ტერორი და ფაქტობრივად საქართველოში მამაკაცების ნახევარი ნასამართლებია ეხლა და თითქმის ყველას რაღაცა მოხვედრია ციხეში და ყველას რაღაც ტრავმა აქვს სხეულზე და სულში დამჩნეული ხო და ამაზე ისეთ რა ეს თუ ჩვენ დაგვავიწყდა და არაფერი ეხლა ეს არ გამოვასწორეთ და რაღაცა ზომიერი მდგომარეობა ეხლა ადრე თუ სიმკაცრე იყო და ეხლა მაპატიე და უფრო რაღაცა ბახკანალია არ შეიძლება ხო საპატიმროში ან სამანტყოფოში შეიძლება რომ უწესრიგობა იყოს სამანტყოფოში რა ხდება სამანტყოფოში ყველა კურნალობს და ექიმი რო შედის ემორჩილებიან ხო იქ რო ექიმი რო ეტყვის ეს წამალი დალიე რო თუ გინდა განეკურნო უნდა დალიო და ხა ეტყვი ექიმს რო ეს წამალი მე არ მჭირდება და არ დავლე ასე უნდა იყოს საპატიმროში თუ ნოთხე შენ ძმაო არასწორი ცხოვრებით მოხვედი აქ ხოლო ძალიან ბევრი ზის საპრობილეში და აცხადებს რომ აი აქ ჩამიშვეს დამიჭირეს ჩამიდეს ეს მიქნეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ საპრობილის კარებს აღებს ღმერთი და კეტავს ღმერთი და იქ უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს რასაც დაადგენს იმ ციხის უფროსი ოღონდ შეთანხმებით სასულიერო პირთან რომ ეს მკურნალობა არ იყოს სადიზმი და პირიქით ადამიანი უფრო არ დაავადყოფდეს და უფრო ცუდად მდგომარე. წარმოვიდგინე სამავადმყოფო ადამიანი რომ გამოვიდეს, უფრო დასნეულებული, რასაშინელება იქნება, ის სამავადმყოფო აღარ იქნება, ხო? ასე უნდა იყოს საპატიმროც. იმიტომ ქვია პენიტენციალური სისტემა. პენიტენცია ნიშნავს სინანულს. საპრობილეში ადამიანი ცემით კი არ უნდა მოიყვანოთ გამოსწორებამდე. ასე იყო პირდაპირ მოდი ვთქვათ სიმართლე, ხო? გლდანის მერვე იზოლატორში ადამიანი შეყავდათ გამორიცხული იყო რომ არ ეცემათ ესეთი ადამიანი. ნეკნებს უმტვრევდნენ, ხო? და ეს ეხლა რა არის ეხლა ამის ცხოველები. ჯერ ადამიანს განაჩენი მსჯავრი გამოტანილი არ ქონდა და უკვე სცემდნენ. ეს საშინელებაა, ეს არის სადიზმი. მაგრამ არც ისია ეხლა თქვათ, რომ ადამიანი საპრობილეში მაპატიებდა და ეს თავხედობს, თქვათ შეურაცხყოფას აყენებს იქ მომსახურე პერსონალს და თავშია გავარდნილი რაღაცები, ხო? აი პაციენტი რო ექიმს აშაყირებდეს და არ ემორჩილებოდეს. ხო არ შეიძლება ასეთი რამე. აი ქართველებს გიორგი მაპატიე და ზომიერება გვიჭირთ, სულიერება გვიჭირს, თავდაბლობა გვიჭირს. გინდაო ეკლესიაში და ან მარცხნივ უნდა გადავივარდეთ, ან მარჯვნივ უნდა გადავივარდეთ, ხო? ანუ ძალიან მოხიბლულები უნდა იყოთ, ან ძალიან თავხედები უნდა იყოთ და ძალიან მიყვარს ხოლმე ამის თქმა. აკლემს ეკითხებია რომ დაღმართი გიჩევნია თუ აღმართიო და სწორი გზა არ არსებობსო? არ შეიძლება რომ საპატიმროში შევიდეთ და განვიკურნო იქმე და არ მეშინოდეს რომ ეხლა შემოვარდებიან და დამიმტრევენ ნეკნებს თქვათ. ან კიდე აი იქ უფრო თავხედი გავხდე, უფრო ბრიყვი გავხდე იქ და უფრო დავიხვეწო აი ამ შავ სამყაროში და იქიდან გამოვიდე მე ავტორიტეტი რომ მე ძმაო ამდენი ხანი ვიჯექი იქ და აი ესეთი რაღაცეები რა. სხვათაშორის მამა იგრი აღარ არის დღეს და ეს იყო აი მიშას რეჟიმის დროს და ძალიან რა მიხარია იცით მამა ამ ტელევიზიაში რა მიყვარს აი ამ თავისუფლებაში რომ ის მიყვარს რომ პატიმრებზე, სასულიერო პირებზე, რელიგიაზე და ის რაც არის ეროვნული და რაც არის მართალი და სწორი და რაც აი უწმინდეს უყვარს, რაც ჩვენ სასულიერო პირებს უყვარს და რაც იმ წესიერ ხალხს უყვარს, ვინც იგზიან და ეკლესიას აშენებენ, ესე შრომობენ, ხო? ამის მოპირკეთებაზე და ყველაფერზე. აი ამას ქადაგებენ, მამო, იმიტომ რომ ეხლა სხვა არხებზე არსად არ არის ის, რომ სიტყვაზე პატიმრებს ყურადღებას აქცევენ ეს და ჩვენთან ყოველთვის საათები არის გამოყოფილი, მამო, მათთვის, მათი მშობლებისათვის ის და მიხარია ეს და მეც იმიტომ ვარ ამ ოჯახის წევრი, მამო, და აქაურობის წევრი, რომ ეს რაღაცებს აკეთებენ აქ და თქვენც რომ მოდიხართ ხოლმე მამო რამდენი რაღაცა იცი და ამდენ რაღაცას გვარიგებთ ხოლმე და მადლობა მამო კიდევ ამისათვის და დღეს ძალიან ვაკვირდები თან იქაური ციხის უფროსები დავაკვირდი ძალიან ბევრს და მართლა მართალი ხალხი არიან მამო აი ღვთის წინაშე მამო უფრო უწესიერეს და ისეთი ხალხი არიან რომ მიხარო და რომ ეს ხალხი მათ ხელში იყო მათ ხელში რა ბჭყალებში მაინც ღვთის ხელში არიან მაგრამ ისინი რომ და თან ამ ხალხს ისე რომ არაფერი არ ხდება ხო ის შევატყე რომ წარმოგიდგენთ მამო დაიჭირეს თითქოს თავისუფლება აუგზალეს ხო ადამიანს და იქ უფრო თავისუფალნი იყვნენ ვიდრე ზოგიერთი აქ გარეთ მამო და სადღაც რომელიღაცა ტელევიზიაში და იმაში ლაპარაკობენ LGBT და ასე შემდეგ წევრები ხო იმაზე ბევრად თავისუფლები იყვნენ ციხის კამერებში ადამიანები რომლებიც სუნთქავდნენ მამო სიყვარული და ადამიანობით და ერთი მეუბნებოდა ჩემი მოძღვარი ის არის მეორე რაღაც ესმაჩუკა მესამე მის რაღაცა და ადამიანები იყვნენ მამო და გავგი რომ შევედი ხო ნახე ის როგორ შეიძლება რომ გაჭირობაში იყო მაგარი და როგორ შეიძლება ადამიანი ფუფუნებაში გარეთ იყოს სუსტი და საზიზღარი უძლური და ღვთისათვის საძაგელი და ისინი იყვნენ აი მე არ ვიცი ხო ვერც ავხსნე ეს ძალიან ზედმეტიქებაც თხოვეს რომ არ გვაქო არ გვახსენო რა თქმა უნდა ამას ყველაფერს არც ვიტყოდი მაგრამ უბრალოდ აი ესე ვიტყვი რომ აი როგორ შეიძლება მამო ადამიანის ღვაწლი სიტყვაზე ჩაკეტილ ციხეში
ხო იყოს ღვაწლა და გარეთ შეიძლება ვიღაცა კვდებოდეს და ერთი ნაბიჯი არ გადადგა სხვის გამო ასეთი ცნობილი ნათქვამი არსებობს გიორგი მორწმუნე ადამიანის ნათქვამია რომელიღაც საკონცენტრაციო ბანაკში კედელზე დაწერილი იპოვნეს ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ და ქრისტეს გარეშეც გარეთაც ციხეა ნახეთ რა თუ შენ ციხეში ქრისტე იპოვნე შენ თავისუფალი ხარ და თუ გარეთ ვერ იპოვნე ქრისტე ხარ ბელიარის მონა ეს ყველა პატიმარმა კი არა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს შეიძლება შემოსილი ადამიანი იყო ვინმეს ნუ გონია ახლა რომ მე რო შემოსილი მაცვია და ჯვარი მეკეთია მარტო ეს არის მთავარი და უკვე აი ამით შეიწირავს ღმერთი ჩემს საქმიანობას არა თუ მე ჩემში არ გამოვსახე ქრისტე როგორც პავლე მოციქულამობს და ჩემი ქმედება არ არის ქრისტიანო მე არ ვქადაგებ ცხონებას პირადი მაგალითიდან გამომდინარე მე თუ არა ვარ ერთგული მუშაკი ქრისტესი მე ჯვარი გამშვენებული მიტრა და წინვალე შესამოსელი არ მიშველის ხალხო ამის მაგალითი ძალიან ბევრია რომ მოსეზე აბრაამზე და დიდ წინასწარმეტყველებზე ადრე შევიდა ადამიანი რომელიც არც ნაზიარები იყო არც მონათლული იყო მისი ქველმოქმედება არ გვსმენია არაფერი და ქრისტემ უთხრა რომ შენ დღეს 60-ში ხარ ჩემთანო და რამდენ ავაზაკს რამდენ პატიმარს ეთყვის ქრისტე თუ ისინი იპოვნიან ქრისტეს როგორ ეს ნიშნავს გიორგი პოვნა ქრისტეს კიდევ ვიმეორებ ეს არ ნიშნავს ტაძრის აშენებას ეს არ ნიშნავს ჯვრის ჩამოკიდებას ეს ნიშნავს იმას რომ აი უყურეთ მინდა ეს ფორმულა ყველა ადამიანმა არა მარტო პატიმარმა ეს გადაცემა არ არის პატიმრებზე ეს არის ღვაწლი ხო ადამიანები ორი ავაზაკი ერთი ამბობს რომ გადაგვარჩინე გვიშველე ჩვენ რატო ვისჭებით და მეორე ეუბნება რომ ჩვენი ცოდვების გამო ჩვენი ბრალია რომ აქ ჯვარზე ვარ ჩამოკიდებულები ანუ რაც დავთესეთ ის მოვიმკეთ პატიმარი რომელიც ან ადამიანი რომელიც სამანტყოფოში აღმოჩნდება და იტყვის რომ მე ხა იმიტომ დავსნეული და იმიტომ დამადეს ბორკილები რომ ჩემი ცოდვებიდან გამომდინარეა და რაც დავთესე ის მოვიმკი იმან იპოვნა ქრისტე მაგრამ თუ დაიწყო ბილციტყვაობა, ჩხუბი, საქმის გარჩევა, გინება, ლანძღვა, გადაბრალება, მას არ უპოვნია ქრისტე და ის ვერც იპოვნის ვერასოდეს თუ გადაბრალება დაიწყო და თავის მართლება დაიწყო. წმინდა მამები ერთსულოვნად აცხადებენ რომ ყველა სულიერი კანონი რა არის, რომ ყველა არსებულ სიტუაციაში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ და ამით მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. არ იმართლოთ თავი არასოდეს და არ გადააბრალოთ არავის არაფერი. აი ხლა დღეს დავასრულე კითხვა, მე მინდა ყველას ურჩიო ოპტინის ბოლო წინამძღვრის ნიკონ ბელიაევის წიგნი დღიურები. ძალიან საინტერესოა. ადამიანი რომელიც გადაასახლეს, რომელიც აი წარმოიდგინეთ ბოლო წინამძღვარი ოპტინის მონასტერი არის ძალიან დიდი და ღვაწლმოსილი მონასტერი. ადამიანი რომელსაც კომუნისტებმა თავი გადაპარსეს, პატიმრის შესამოსელი ჩააცვეს, ხო, წერს თავის სულიერ შვილებს, რომ სულიერ სიხარულს განვიცდი. არ უთქვია რომ ეს უღმერთოები, რას მიშვებიან, ეს სატანები, ეს ეშმაკეულები და ასე შემდეგ. და ის თავის თავს აბრალებს, არაფერ დანაშაული მას არ ქონდა, მაგრამ თავის თავს აბრალებდა. ასე რომ ჩემო ძმებო, ვინც გარეთავართ და ვინც შიგნითავართ, ხო, თუ გვინდა რომ ჩვენ სულიერ ცხოვრება დავიწყოთ და ჩვენ ვიპოვოთ ქრისტე, უნდა ვთქვათ, რომ არსებულ სიტუაციაში სნეულებაში ვარ, საპატიმროში ვარ, განსაცდელში ვარ, მშია, მწყურია თუ რა მდგომარეობაშიც ვარ, ეს არის ჩემი დათესილის ნაყოფი და მე ამას ვიმსახურებ. არ ვაბრალებ ცოლს ადამიანით, როგორც ევას გადააბრალა, ხო? არ ვაბრალებ მშობლებს, არ ვაბრალებ მეგობრებს, არ აღმოჩნდი ციხეში, იმიტომ რომ ვაგინებ ვიღაცას, ეს იმის ბრალია და ამის ბრალია. ჩვენ ხო ვიცით რომ ეკლესიური სწავლებით შემთხვევით არაფერი არ ხდება, ხალხო, ყველამ კარგად დავიმახსოვროთ, რომ თუ ამ ქვეყანაში რამე ხდება შემთხვევით, მაშინ ღმერთმა დაკარგა მართლობა ამ ქვეყანაზე. თითო თმის ბეწვი დათვლილია ჩვენ თავზე და თუ ვინმეს გონია რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაშინ მას არ ესმის საღვთო კანონები და მას არ ესმის რა არის საღვთო ისტორია ყველაფერი ღვთისნებით ხდება ღვთის განგებულებით და ღვთის დაშვებით და აქედან გამომდინარე მივხვდეთ რომ სნეულება დაუშვა ღმერთმა ჩემზე არასწორი კვებიდან გამომდინარე არასწორი ცხოვრებიდან გამომდინარე საპატიმრო დაუშვა იმიტომ რომ ცოტა განვლაღდი და არასწორად ვიქცეოდი და შეაკავა ღმერთმა ჩემი ბოროტება გარკვეულ პერიოდში და მე რო გამოვალ საპატიმროდან და საავადმყოფოდან უნდა ვიყო სხვა ადამიანი გიორგი
სხვა ადამიანი, ანუ ზეციურად შობილი, თავდაბლობი და სიყვარული. შენ გინახავს გიორგი ადამიანი შეცვლილი? რა ვიცი, რამოდენიმე ადამიანი მინახია, რომელიც აღარ იგინება, აღარ ჩხუბობს, აღარ განეკითხავს, აღარ ყვირის, აღარ სვავს, აღარ იკეთებს და აღარ ეწევა. იქ ვნახე, ციხეში ვნახე, სხვათა შორის. ციხეში ადვილია ამას ნახვა. ძალიან ბევრი ვნახე ისეთი, რომ გარეთ თუ რაღაც ესე დაფრინავენ და შიგნით იქ წყნარად იждენ და სხვათა შორის, აი მაპატეთ, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ საპრობილეში ხლა ნუ ცნობილია, რომ ძალიან ბევრი წმინდანი მჭდარა და ძალიან ბევრს ურჩევ, რომ აი საპრობილეს ცხოვრებას თუ მიხედავს, ხო, ბევრად უფრო აი ძალიან ამაღლდება და სხვანაირად დაინახავს ღმერთსაც და აი ალბათ ღვთისწყალობა არის ციხეც დღეს ადამიანსაც, იმიტომ რომ იმდენად სხვა განწყობა და სხვა ის იყო, ხა როგორ თქვა, რომ დარჩენა მინდოდა თქო, მაგრამ აი სიტუაცია თვითონ აი ძალიან დიდი სიამოვნებით თუ გაქვს რამოდენიმე თვე დაგტოვეთ ხო, აი გავითავისებდი, იმიტომ რომ იმ ხელა სხვანაირი სიყვარულია, მამო, ის რაც გარეთ ყველამ დაკარგა, იქ მაინც არის, აი როგორი რაღაცები ვნახე, იცით, რომ მიხედავთ იმისა, რომ აი ჩვენთან ძალიან ხშირად ადგება ხოლმე ზიანი ეკლესიას, თუნდაც იმიტომ ადგება ზიანი, რომ აი ვიღაცა ცუდად იქცევა და ჩვენ მაინც სიტყვაზე ხმას არ ვიღებთ ამაზე და ეკლესიას კი არა, ან ჩემს სამსახურს ან ვიღაცას, ხო? და ვატარებთ ამას, ხო? იქ როგორი მომენტია, ვინც ცუდად იქცევა, იმა თავის ადგილი იცის. და ჩვენ ეს გვჩვევია, რომ ჩვენ ვინც ცუდად იქცევა ჩვენთან, ხშირად არ ვეუბნებით ხოლმე. ხშირად მეორე საბაბს ვაძლევთ იმს, ანუ ორი შეხედულება აქვს, რომ იქ არ პატიობენ იმას, რომ ის იმან რაღაცა ჩაიდინა ისეთი, მაგრამ ის ჩვენთან ვერ იქნება და ამით ვანიშნებთ. აი როგორც სიტყვაზე ქურდი შეიძლება იყოს სამი კაცი, ერთი ქურდი, მაგრამ აი ამ ქურდს ეუბნები, რომ შენი ადგილი გაქვს, იმიტომ ისეთი დააშავე, რომ აი პატარა ბავშვი მოკალნია რაღაცა და უნდა იყო აქ. აი ეს მომენტი, მამო, არის დაცული. რაც აი ადამიანური წესები ძალიან სამართლიანია და სწორიც არის და გარეთ ამას ვერ დაიცავ, იმიტომ რომ აი ესეთი არის რაღაცა არეულია, მაგრამ სულიერ მომეწონა. გიორგი, სულიერ კანონებზე მაგალითად უნდა ვაყენებთ ახლა ციხის კანონებს და არა, ციხის კანონებს არ ვაყენებ, მამო, მაგრამ სულიერი კანონი იცით რა არის, მამო, რაღაცა ღმერთმა რაც მოგაბარა, იმიტომ რომ ვიღაცა შენი ბიძაშვილი ცუდი არის, ამის გამო არ უნდა დათმო. იმიტომ შენი ბიძაშვილი თუ ცუდია, უნდა გამოხვიდე და ისიც უნდა თქვა, რომ ჩემი ბიძაშვილი ცუდია. და ჩვენ გარეთ სხვა რაღაცა გვჩვევი, იცით, ჩემმა თანამშრომელმაც დააშავა, მაგრამ ჩემი თანამშრომელია და მე ვიფარავ და იქ ყველაფერი განცხადებულია და კაია, იმიტომ რომ ვერ იქნები აფერისტი, ვერ იქნები მატყუარა, თორე აი ხა მაგას როგორ დავაყენებ, ხა ის სხვა საკითხია. ის ხალხი გიორგი, ვინც დამსჯელის როლშია და მაყურებელია, თვითონ ანგელოზია. არ ვიცი, არ არიან დღეს ესეთი რაღაცა არის. ასე თქვა, უდებს კანონს და მიუთითებს თვითონ ანგელოზია, თვითონ ხო არ არის ანგელოზია, რა, მაგალითად, ცოტა შორიდან დავიწყოთ სტალინმა დაიბარა იაგოდა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და უთხრა რომ ეს დანაშაულთა ასე თქვა სამყარო, დამნაშაველთა სამყარო როგორ გავაკონტროლოთ. ხო იაგოდამ უთხრა რომ წარმოუდგენელია დანაშაულის ასე თქვა აღკვეცა. ხო ეს დანაშაული იყვარი და იქნება, მაგრამ ეს უნდა მოექცეს გარკვეულ ჩარჩოებში. რას ნიშნავს კანონიერი რამკიანი ქურდი, ხო? გარკვეული განათლებული ადამიანები, რომლებიც შეუშვეს აი ამ ციხეებში და აი ამ გულაგებში და რაღაცებში, რომ წესრიგი ყოფილიყო დამნაშავეთა სამყაროში და მართლაც დაამყარეს მათ წესრიგი, ხო? მაგრამ ქურდი, რომელიც გამოვიდოდა აი ამ კანონებიდან და უკვე უმართავი ხდებოდა, მას უკვე სამწუხაროდ მერე კლავდნენ. ეს ძალიან ცუდი რაღაცაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სტალინის და იაგოდას, ანუ იმ ხალხის მოწესრიგებული სიტუაცია, მაგრამ მე მინდა რომ ციხეები ქრისტეს სამართალზე იმართებოდეს და არა სტალინის და იაგოდას სამართალზე, ხო? ეკლესიური კანონი იყოს და როგორ? აი შენ მაყურებელი ხარ და იქ ვიღაც პატიმარია, რომელსაც შენ ეუბნები, რომ შენ არასწორად იქცევი ძმაო. როგორ შენ გსურს რომ მოგექცეს სხვა, შენ ესე მოექცეს სხვას. ხო არ გინდა ვიღაცამ დაგჩაგროს და სუათ მოგექცეს, ხო? ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ნიკოლოზ მეორეში წესი ქონდა, რომ როგორც ჩვენი პატრიარქი ედის ხოლმე, დღესასწაულებზე შედიოდა საპატიმროში და ეს საპატიმროს პატიმრები ყველა შემოესევდა და მე დამნაშავე არა ვარ, მე ცოდვილი, ნუ მოკლედ ტყუილათა ვარ აქ, როგორც ბევრმა იცის ხოლმე და ხედავს რომ ერთი პატიმარე ზის ბოლოში და არ მიდის მეფესთან. და უთხრა რომ დაუძახეთო იმ პატიმარსო და დაუძახესო შენ, რატო არ გინდაო შეწყალებაო? არო მე უღირსი ადამიანი ვარო და ვერ მოვედი თქვენთან, დამნაშავე ვარ და დაუდახა ციხის უფროს, რომ აქ ამდენი მართალი და წმინდანი კაცი ყოლიაო და ერთი ყოლია ავაზაკი და მოდი ეს ავაზაკი აქედან გაუშვიო, ეს წმინდანები რომ არ გასვაროსო და არ გააფუჭოს ასე ვთქვათ რა. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ გიორგი, იმ აყურებელმაც, იმ დაჩაგრულმაც და იმ ციხეში პროფესორმა და ექიმაც, რომ ყველა სნეულები ვართ, ყველა ცოდვილები ვართ და ვიღაცას რო ეუბნეო რომ შენ ავანტყოფი ხარ, შენ ყვავი ხარ და შენ ცუდი კაცი ხარ. მოდი რა ვთქვათ რომ შენ რა ანგელოზი ხარ, შენ რა წმინდანი ხარ. ერთი პატრიარქ შეუძლია, ხო? გვითხრას რომ
ცოდულები ხართ შვილებო და მოდი კარგად მოიქეცით და სასულიერო პირებს ვინც მაგალითები არიან, მაგრამ შენ უკაცრავად რა გუშინ წამალზე რო ვიჯექი და გუშინ რო ბანკს რო ამტრევდი და ხალხს რო ხოცავდი და სემდი და ახლა ვიღაცას რო ჭვაზე არიგებ ცოტა არ ამგონია რომ თათ მართალი იყოს რა და ასე თქვა რაღაც რეჟიმს რო ამყარებ. ხო მოდი შენ გამოსწორდი და იმ პატიმარს დაანახე რომ სხვანაირი გახდე. მოსაშავის ცხოვრება წაიკითხონ, აი მიმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ასე თქვა ავტორიტეტები არის. მოსაშავზე მაგარი ავტორიტეტი ხوارცეთი არ არის. ხო მოსაშავი როგორი თავდაბარი და უბრალო გახდა. ცოტა სხვას ხო კი მამა, მაგრამ ეს არა ისაკითხი ცოტა სხვა არის. მე მაგალითად აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება იცი ერთადერთი შემთხვევა როცა შეიძლება რომ თქვენ რაღაცა სხვა კითხვა დაგისვათ კიდე მამო თუ შეიძლება რომ ეს ეხ ღვთიური სამართალის არის რაღაცა წესები, მაგრამ რაღაცა არის რომელსაც ღმერთიც არღებულობს. ეხლა მაგალითად ის სიბოროტე სიტყვაზე თუნდაც აი ელემენტარული ავიღებ ხა არ მინდა ეს სიტყვა ვახსენო ხო 17 მაისს რო ხდება ხოლმე ხო ეხლა ამ ადამიანებს თუ ეკლესიაში არ გაუცინებთ ჩვენ ხო დიდი არაფერი შავდება იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანები რომლებიც ძალიან ცუდად იქცევიან და ცუდი საქციელიც ქონენი არიან არ მინდა თქვა ეხლა ყველა მითის ეს ზეპირად ეს ცუდა ბავშვები უყურებინ და იმიტომ ხო იმ ადამიანებს არც უნდა გაუცინოთ ხო აი ეს ამ შემთხვევაზე თქვი და უბრალოდ აქ ის არის რა ქვია უბრალოდ ეუნებია რომ შენ იქცევი ესე ჩვენ ძალიან ხშირად ეხლა ბევრ წამყვან ტელევიზიებში მამაო მინახია ეგერ ამერიკაში მამაო ისა რა ქვია გეი დანიშნებს ჯარების სარდლად ხო თქვენც ხო გაგიკიათ ხო და გეის ეთაყვანება მთელი ჯარი და ჩესზე უდგება და იქ არ უდგებიან და უბრალოდ ეს ეკლესიურიც არის რომ ამ ადამიანებს ეუნებია რომ შენ ესეთი იყავი ჩვენ კი არ კლავთ რამეს კი არ გიშავთ მაგრამ უბრალოდ ჩვენ შენთან ვერ ვიმეგობრებთ იმიტომ რომ გუში რომელიღაცა ბეჟანის და ანსორის ხო ერთად გეძინა დღეს გამოხვიდა შენი სიტყვა თქვა ჩემთან ადამიანთან რომელიც ვარ ჩვეულებრივი კი შეიძლება ყველა ცოდვილები ვართ მაგრამ ამ შემთხვევაში ესე არ შეიძლება სიტყვაზე და ის ადამიანები იქ ვერ ამბობენ ისე იმათ უნდა სხვა წესია რა ვიცი მე ხარ ბოდიში რო ჩავეძიე რა მაპატიე ჩვენი მეგობრები რომლებიც ტაძარს აშენებენ და კიდე მრავალია თქვენ რო ვეძახით კარგი ბიჭებს რო ვეძახით და მართლა კარგი ბიჭები არიან და კარგი ადამიანები არიან იცით რა უნდა გააკეთონ მოძღვარი რო შევა ეს ესეთი ადამიანები ვინც ცოტა ვერ იქცევიან კარგად მიიყვანო რომ მოძღვართან და უთხრა ძმაო იცი რა არის მოდი შენ არასწორად რო იქცევი არა ჩემი კი ნუ გეშინია ღმერთისა გეშინოდეს და ახლა მამაო შემოვა და მამაოს ახსარება უთხარი და უთხარი მამაო დაგარიგოს რომ კაცურად მოიქცე რა აღარ გინდა ეს არაკაცური ცხოვრება ეს რაღაც ერთი მაპატიდე არ მინდა ჟარგონების ხმარება დამცირებული ცხოვრება და ნაკურლევანი ცხოვრება რაღაც ტერმინები რო ქვიათ მაგათ არ მინდა ესენი ვახსენო და ყველას უნდა ახსოვდეს გიორგი საპატიმროში რომ ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთის. თუ ჩვენ ეს დაგვავიწყდა რომ პატიმარის ნეული და ყველა ადამიანი და შენ დაკარგი ეს არაკაცია, ამისგან არაფერი აღარ გამოვა, ეს უნდა დავჩაგროთ, მაშინ შენ მორწმუნე არ ახარ და იმ აშენებულ ტაძარს არანაირი მადლი არ ექნება, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის მზე და საშუალება უნდა მივიცეთ რომ მზემ გამოანათოს რა. თუ კი ავაზაკი 60-ში მოხდა, აი ეს ადამიანებიც რომლებზეც ჩვენ ხედავთ რომ არასწორად იქცევიან, არასწორად ეს ადამიანია, მოძღვართან მივიყვანოთ და ციხეში სამართალი მოძღვარმა უნდა დაამყაროს და არა მაყურებელმა რა. მაყურებელი დაეხმაროს მოძღვარს აი ეს ნეული არსებობენ საერთოდ მაყურებლები არც არსებობენ. კარგი გიორგი ახლა რა როგორ არ არსებობენ და ასე თქვათ არსებობენ ძალიან კარგად და აი მაყურებელი მე ვიცი რომ ზოგჯერ ქონიათ პოლემიკები სასულიერო პირებთან და გთხოვთ ძმებო ყველას რომ თუ გინდათ რომ ეკლესიაში ასე თქვათ რომელიც შენდება საპყრობილეში იყოს ღვთის დიდება და სიყვარული აი ავტორიტეტმა ხალხმა ეს შედარებით ნაკურლევანი პატიმრები მიიყვანონ მკურნალთან, იესო ქრისტესთან და მის წარმომადგენელთან, სასულიერო პირთან და აი მართლა მადლი იქნება, მართლა სიყვარული იქნება, მართლა ადამიანები გადარჩებიან. არა ისე რომ აი შენ ახლა მოეთრიე, წაეთრიე, ეს გააკეთე, ის გააკეთე და აი მოკლედ ძველი ბიჭური საუბარი და რაღაცები რა. მოძღვარი უნდა განაგებდეს ეკლესიაში სამართალს და აი თუ რამე ვინმეს რამეს აშავებს, ხო? მიიყვანონ ამ ავტორიტეტებმა სასულიერო პირთან და სასულიერო პირი ეთქვის, რომ აი შენ ესე აღარ მოიქცე. ოღონდ ციხის უფროსისა კი არ გეშინოდეს მაო და აი ამ კაცისა. უფლისა გეშინოდეს, იმიტომ რომ უფალი სიყვარულია და თუ რამე არასწორს ჩაიდენ და ვერან ვერ დაინახავს. ღმერთი მაინც დაინახავს და მოდი რა, თავდაბლობი და სიყვარულით ეთქვა, შენ აქ იმიტომ მოხვდი რომ არა კაცურად ცხოვრობდი გარეთ და ეხლა აქედან რო გახვალ, კაცურად იცხოვრე, თავდაბლობით იცხოვრე და უბრალოებით იცხოვრე და ნახეთ ჩვენ ქვეყანაში რამდენი კარგი ადამიანი დაიწყებს სიარულს და რამდენი ბედნიერი ადამიანი იქნება და რა ისე თქვას ახლა ადამიანი გამოდის ციხიდან გაშტერებული სახით და ვეღარ გაუგია რა გააკეთოს და ყველა ისეთ ეჭვის თვალით უყურებს ხო იმ ადამიანს ვინც ციხიდან წარმოვიდგინე გიორგი რომ
საავადმყოფო ადამიანი რომ გამოვიდეს განკურნებული და აუ ეს საავადმყოფოში იწვა რა და ადირა თავი დამანდება და რაღაც ეს განკურნებული ადამიანი უნდა იყოს ეს გამართული ადამიანი უნდა იყოს ეს ჩვენი ძმობის რანგში უნდა შემოიყვანოთ და ხელი უნდა მოუხიოთ თანხითაც უნდა დავეხმაროთ და გულში უნდა ჩავიხუტოთ იმიტომ რომ არავინ დაზღვეულები არა ვართ მე მახსოვს პატრიარქმა როგორ მოუყვა ერთ ძველ ჩინოვნიკს ვინც ციხეებს განაგებდა ეფრემ მეორე სიდამონიძის ასე თქვა ცხოვრება გადასახლებაში როგორ იყო ციხეში როგორ დაუთმო თავისი ლოგინი იმ ადამიანს ვინც მას ავიწროვებდა და შემდგომში პატრიარქმა ეს რო უთხრა იმ ადამიანმა გაიკვირვა და ის ადამიანი დღეს საფრთხეთო საპრობილეშია ეხლა და ასე თქვათ ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. არავინ არ ვიცით, არც უღდლებმა, არც ეპისკოპოსებმა, არც ამ მინისტრებმა და რა ვიცი ეხლა ძალიან ბევრი პარლამენტარმა რო ხვალ შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ საპრობილეში საავადმყოფოში და ნუ განვეკითხავთ ნუ რა ვიცი, ნუ ვიტყვით აუქს ნურავიზე და იმ ადამიანებზე, ვინც ეხლა იქ არიან, ხო, რაღაცა ლოცვებში მოიხსენიოთ და გული გწყდებოდეს, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან და კიდევ ვიმეორებ, რომ ესენი არიან ხატება და მსგავსება ღვთისა. ისინი ღვთისშვილები არიან და ღმერთის ძეები არიან. ერთი როკ-მუსიკოს კითხეს, ესეთი როკ-მუსიკოსი იყო რა, რომ აი შენ რა დამოკიდებულება გაქვს ღმერთთანოდან. ათესაური კავშირი მაქვს და როგორ და ღვთისშვილი ვარო. ჩვენ ყველა ღვთისშვილები ვართ, გიორგი და ნუ დაგვავიწყდება ეს, რომ ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს. მარტო პატრიარქი კი არ უყვარს და ღვთისმშობელი. ანტიქრისტე უყვარს, ლენინიც უყვარს, ხრუშოვიც უყვარს და მიხეილ სააკაშვილი და ასე თქვა ბიძინა ივანიშვილი ყველა ერთნაირად უყვარს ღმერთს. ციხის უფროსიც, პატიმარიც, ის დამცირებული ხალხიც იქ ვარ და ის ავტორიტეტების და ღმერთს ერთნაირი სიყვარული გააჩნია ყველას მიმართ. და თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში მართლა დაიწყოს გამოღვიძება და აღორძინება, სიყვარულით და თავდაბლობით უნდა ვიმოღვაწეოთ ჩვენ თავში, დავინახოთ ნაკლი არასწორი ქმედება და ჩვენი პირადი მაგალითით გამოვასწოროთ მე სხვა ადამიანები. თუმცა ჩვენ არ ვართ ღმერთები, ამიტომაც რომ ჩვენ ყველას ერთნაირად ვერ უყურებთ. სამწუხაროდ რომ ადამიანი ეგრე არის, ხა არავინ არ თქვას, ყველას უყურებს სიტყვაზე ისე როგორც ყველა უყვარს, ეგეთი ადამიანი არ არის, მე არ მინახავს. პატრიარქი ასეთი. უწმინდესი არის, ვიცი რომ უწმინდესი არის ესეთი, მაგრამ დანარჩენი უწმინდეს, მივბაძოთ უწმინდეს. არა, ბაცავ შეძლებს და გვარად ვიყარებთ ისეთ. ამო შესაძლებელი არის, ხო? დიახ, ცოტა ძნელი არის, მამო, ვიცით რა არის, ამდენ ცოდვაში მყოფ ადამიანს რომ უთხრათ, ეხა დღეს რომ ვიღაცა მამამ რომ 50 წელი იღვაწა და დღეს რო უთხრა რომელიღაცას რომ მოდი რა იმა რო იღვაწა შენ მოდი დღეს აი სამშაბათიდან დაიწყე ეს ცხოვრება ცოტა ძნელი არის მათთვის გასაგებად და თუ არ დაიწყეს ხო ვერც მივლენ გიორგი ვერასოდეს არა ხომ უნდა მოინდომონ მამაო კარგი საშუალება ციხე ამისთვის გიორგი ციხეში უნდა დაიწყო აი მაგი ძალიან კარგია აი მაგიტომ აშენდა ეკლესია იმ ზონაში შეეროცა განაჩვენეს კადრები დიახ ძალიან აი მაგის იმედი მაქვს და თუ იმე ციხეში და იმ საპრიმაში ეკლესიაში განკურნება არ დაიწყო წარმოვიდგინე სამანტყოფო რო ააშენო კლინიკა ულტრათანამედროვე და იქ რომ ხალხი არ განიკურნოს რა დგინდა ახლა იდგეს და უყუროთ ხო ასე არის ეკლესიაც იქ თუ პატიმრების განკურნება არ დაიწყო მაშინ რა დგინდა რომ შენდება რომ მე ფოტოები გადავიღოთ და ვიამაყოთ რომ იქ ციხეში ტაძარი შენდება რა აზრი აქვს ხო იქ უნდა დაიწყოს ჩვენი გამოსწორება და პატრიარქი დონეზე უნდა მივიდეთ ყველა დიახ ვერც ვერაფერს ვერ გემოვნით პირველი შემთხვევაა მამაო როცა აი ჩემს არის ყველაზე დიდი სუსტი წერტილი შეიძლება არიან პატიმრები იმიტომ რომ რაღაცნაირად თან გიორგი რომ ქვია აი წმინდა გიორგის რაღაცა ფარველობის ქვეშ რო არიან და ჩემს აი ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ადამიანები აი ძალიან აი არავინ ეს ისე არ მიყვარს როგორც ეს ხალხი იმიტომ რაღაც ღვთისგან რჩეულები მგონიან და ამის და გამო რაღაცა პირველი შემთხვევა შენი სახელით მადლობა მოვახსენო იმ ხალხს ვინც შენ ციხეში შეგიშვა მადლობა იმ კარგ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გაახარა ის ხალხი და შენც გაგახარა იქ შესვლით და რამდენი დაინახე ხო სიკეთე და სიყვარული აუცილებლად მაო ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში ის ვნახე რომ იმედი შეიძლება გქონდეს სადაც არ უნდა იყო და იმედი უფრო მეტად არის გაჭირვებაში მე ჩანს და ასე შემდეგ და რა ვიცი ძალიან ბევრი კაი ადამიანი ვნახე ყველას მოვიკითხავ სიხარულს და სიყვარულს და ყველაფერ კარგს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა არც გაკლდათ მე რა ვიცი მე იმ ხელა სიყვარული ვნახე იქ რომ ყველაფერს ვიცაო რა შეიძლება 30 წელი ეკლესიაში ვიყო და შეიძლება ბევრჯერ არ მენახოს მაგდენი რა და მადლობა ღმერთს რა თქმა უნდა სასულიერო პირებს და იმას არ გულისხმობ უბრალოდ ჩემს სამეგობროში ვამბობ ვიწრო წრეში ხო და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას და რა ვიცი გაუძელით კარგად იქნება ყველაფერი კარგს გისურვებთ სიკეთეს და სიხარულს კარგად ზანდებოდ იქ და სამშაბათს აღამოს 9:30 დაგიბრუნდებით და ბედნიერებას და სიხარული არ მოკლებოდ ჩემს სტუმარი გახდათ მამა გიორგი თევდორაშვილი კარგად ზანდებოდეთ მე კი გახდით გიორგი დარასელია დრო